მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გამოკითხვა. მე თამუნა კვარაცხელია ვარ, თქვენ უყურებთ მაესტროს, ასევე უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე. ახალი სამსახურის 112-ის მომსახურების საფასური აბონენტებს იანვრის ბოლოდან დაერიცხებათ. სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. მობილური კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით ეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფია, რომელსაც აბონენტს ოპერატორების საშუალებით ახდევინებენ. 112-ზე დარეკვა აბონენტისთვის უფასოა, მაგრამ ყველა აბონენტი, რომელსაც სატელეფონო ანგარიშზე თვის განმავლობაში 5 ლარზე მეტი აქვს შარიცხული, ამ მომსახურებისთვის თანხას იხდის. ამ სამსახურის მომსახურებისთვის თანხას იხდის განურჩევლად იმისა ისარგებლა თუ არა მან 112-ის გამოძახებით. ახალი სამსახური 112 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მაშასე როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსეთ, თვის ბოლოს სერვისის 112-ის საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სადაც გადაცემის მსვლელობის პერიოდში შეგიძლიათ დარეკოთ და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ. ეს არის თავხედობის უპრეცედენტო მაგალითი. ესე იგი, ისე გაუჭირდა სახელმწიფოს და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მათ ცხოვრება დაიწყო 4 თეთრად. კიდე თუ არა მაინც უნდა დაეხმარება მოგბედურ ქვეყანას. ეს არის ჩვენი ჯიბეებში ხელის ჩაყოფა და მოპარვა. ქურდობა აშკარა. ღია ქურდობა. გასაგებია, დიდი მადლობა ზარისთვის. 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მანამდე თქვენ გააქვთ შესაძლებლობა დააგვირეკოთ პირდაპირ ეთერში და გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. რა თქმა უნდა, ეს არის, ესე იგი, პირდაპირ წინა აბონენტებმაც აღნიშნა ქურდობა. ეს არის, ესე იგი, კიდევ ერთი მეთოდი იმისა, თუ როგორ გამოსცალონ ადამიანებს ფული წინასაარჩევნო და შეავსონ ბიუჯეტი და იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ბევრი თანხა არის გამოყოფილი თითოეული თქვენგან ჩამოთვლილი სამსახურისათვის ბიუჯეტიდან, სად მიდის ეს თანხა, რაში იხარჯება, გაუგებარია. დაახლოებით 600.000 ლარის ოდენობით, როგორც გამოიანგარიშეთ, შევა ყოველ თვე და ეს ტავა ალბათ რომელიმე ჩინოვნიკის ჯიბეში, სხვაგან არსად. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. დაგვიკავშირდა შემდეგი მაყურებელი. გისმენთ. გამარჯობა. ალო. მოგესალმებით. გამარჯობათ. კი, მაგრამ კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის თეთრებს რო ითვლის. ამათი ბანდიტობა დათვალოს არ ჯობია? ღარანჭი მოუქცევია ის ვითომ თავმჯდომარეს. და წარმოდგენა რო აგდე. დათვალოს ბანდიტები რა სად ჩაყო ხელი და ვინ გაყოლიფონ აღარ იციან. თვითონ ქურდები, სხვადასხვაიან ქურდს. თვითონ ქურდები, ბანდიტები. კარგით, მადლობა ზარისთვის. ყველაფერზე ხელის მომწერი ავანტიურისტები. 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ, თვის ბოლოს სერვისის 112-ის საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. გისმენთ. ალო. ეთერში ხართ, ბრძანეთ. ალო, გამარჯობათ. მოგესალმებით. მე მომხრე ვარ ამისი, ოღონდ ერთი წინადადება დიახ. რა. ლარი უნდა იყოს მობილურზე და 5 ლარი უნდა იყოს იურიდიულ პირებს. გასაგებია. ვარესის ღირსები ვარ თქვენს. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? გისმენთ. გამარჯობათ.
ჩემი აზრით ეს არის სახელმწიფო რეკეტი. ადრე იმას ქურდულ სამყაროს ებრძოდნენ, ბიზნესს არ ეკეტებსო და ეხა იგივე საკეთები თვითონ და რა ვიცი, ხა როდემდე უნდა გავიძებდეს პირიქით ძალიან მიყვის ჟანგბაც რომ ხარჯავს და სულ თქვათ ამაში რომ ფულს არ გვახტევინებენ და მზის სხივები რო გვათბობს ამის გადასახადი რატომ არა აქვს ძალიან მიყვირს. ეგება ესეც შემოიტანონ და უფრო მეტ ფულს იშოვიან. კარგი. გასაგებია თქვენი განწყობა, მადლობა ზარისთვის 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ალო. გისმენთ. ალო. პირდაპირ ეთერში ხარდია. ნოვას რაოს და ეს არის. მადლობა ასევე. ყველა მართლმადიდებელს. ხო და კიდე და ამ ქვეყანაში გიქუშ რამე კიდე ჩვენ ადამიანებს. ნატურალია და ნაგვის ფულს ვიხდით და მეტი რაღაცია საუბარი. უბრალოდ რასაც ვიმსახურებთ ის მთავრობა ყავს და ის ზემოდან ზეწოლა გვაქვს რა. იმიტომ ელემენტარულად ნებისმიერი მოყვასი უცხორო არ დავიცავით ჩვენ რომელიც დაჩაგრეს ხო? იგივე მოხდება ჩვენს თავზე, იმიტომ ნებისმიერი აი ვისაც ჩაგრავენ იმის ადგილზე წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი რა. თუ გვესიამოვნება იმას რომ ჩაგრავენ, კი ბატონო პრობლემა არა, ჩვენს დაგჩაგრონ და თუ არ გვსიამოვნებს, ხო ყველამ ამოვიღვთვა ნებისმიერი თითოეული ადამიანის დაჩაგვრისათვის. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მადლობა ზარისთვის, მე კიდევ ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ. ეს არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი, რომელსაც აბონენტს მხოლოდ ჩვენი ოპერატორების საშუალებით ახდევინებენ, აცხადებს მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე. მისივე განმარტებით ცალკეულ მობილურ კომპანიებს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება არ გაუფორმებია და აღნიშნული მათ უშუალოდ მთავრობის დადგენილებით დაევალათ. ირაკლი ლობჟანიძე ამბობს, რომ სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის თანხაანგარიშიდან ყველა აბონენტს ჩამოეჭრება განურჩევლად იმისა, ისარგებლა თუ არა მან 112-ის გამოძახებით. ახალი სამსახურის 112-ის მომსახურება ფასიანი 2012 წლის 1 იანვრიდან გახდა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას ეთერში ხართ? შევაკითხო. გამარჯობა. გისმენთ ეთერში ხართ? შემიძლია მე უთხრა რამე? კი ბატონო, ბრძანეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გესმით ჩემი ხმა? კი რა, თქვენ თუ გესმით შევაკითხები რამეს რა. ვეტყვი. დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. როგორ ახლა მისმენთ? დიახ, გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ხო. კი. დიახ, ახლა მე გეტყვი ერთ ცოტა უხერხულ სიტყვას ვიტყვი რა, გაროჩი. კი. თქვენ თუ გესმით ჩემი ხმა? მესმის თქვენი ხმა. კარგით, მოკლედ 249-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. როგორ აფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას? გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ეს რა თქმა უნდა არის ხელისუფლებისთვის ჯიბის გავსების ახალი გზა, რაც იპოვეს და ხალხს ძარცვავენ ისინი ამით. მე უბრალოდ გაკურებული ვარ და გულის ტკივილი მინდა გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ მხრივ არაფერს არ აკეთებენ და არ აქტიურობენ. ერთადერთი რაც მე ვნახე და მოვისმინე, ეს არის თავისუფალი საქართველოს განცხადება, რაც დღეს გაკეთდა და მე მაინტერესებს სხვა ოპოზიციური პარტიები რაც აკეთებენ, როცა აქვთ იმისი პრეტენზია, რომ ხალხის ინტერესებს ემსახურებენ. რესპუბლიკური პარტიაც აქტიურობს ამ მიმართულებით. ეხლა არ მომისმენია აუცილებლად სანამ ძალაში შევიდოდა. საჭირო არის რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დააფიქსირონ პროტესტი და მე დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოებაც ბოლომდე დაუდგებით გვერდში. კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 249-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ, თვის ბოლოს სერვისის 112-ის საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. გისმენთ, ეთერში ხართ? ალო. გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს მეცვლე? ჯერჯერობით ოპოზიციურმა პარტიებმა რატომ უნდა ისქნან ამას? ეს არის კონკრეტულად მოსახლეობის საკითხი, ხო? ოდესაც ყიდულობს სიმბარაც ხელშეკრულებას გიფორმებს ნებისმიერი მობილური ოპერატორი, ხო? ხელშეკრულებაში ხო არ წერია? აქედან გამომდინარე გააქვს უფლება იურიდიულად მიმართოს სასამართლოს, ხო მართალია? მე როგორც ვიცი, ამას უკვე კანონის სახეც მიენიჭა, ამიტომ იძულებული არის ყველა კომპანია, მობილური კომპანია დათანხმდეს ამ პირობას. ხო და მაშინ ერთი რაღაცას გამაგებინეთ რა, თუ შეიძლება. ვეცდები. რა აზრი აქვს ამ გამოკითხვას? თუ შეიძლება ამეხსენით რა.
აზრი ის არის, რომ დააფიქსიროს მოსახლეობამ საკუთარი შეხედულებები. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, აი გასაგებია მესმის ეხლა კონკრეტულად თქვენ ეს სიტუაცია მოგწონთ? არა, ეხლა მე ვთქვი თქვენ ჟურნალისტი გაქვთ და ახარ და არ გაქვთ უფლება რა თქვენი აზრი გავაკეთოთ. ჩემი შეხედულება რა თქმა უნდა მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე აქვს მოსახლეობის შესაბამისად. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას გამოთქვან აზრი ისევე როგორც ხო, მაგრამ რომელი შეიძლება მოეწონოს ეს უბრალოდ მაინტერესებს რა. აი არსებობს საერთოდ დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვისაც შეიძლება უთხრა ესეთი რაღაცა რა. ხშირად ყოფილა მსგავსი თემები და საწინააღმდეგო აზრიც დაფიქსირებულა. რა მხრივ რომ ესე იგი რაც უფრო მეტ ფულს დაგვართმევენ, უფრო უკეთესია? არა, ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ 20 თეთრი არ არის ის თანხა, ამხელა პროტესტი რომ. შემოკარგო 20 თეთრი რო გავამრავლოთ დაახლოებით 3 მილიონზე 600.000-ია თვეში. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის 2-409-460 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ბალანსი მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ, თვის ბოლოს სერვის 112 საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. გისმენთ ეთერში ხართ. ალო გამარჯობა. ზანით. ისეთ მე რა მაინტერესებს შემოგარგოთ ჩვენ ამხელა ქვეყანამ. მარტო 20 თეთრიდან გამომდინარე კი არა. განა რა უნდა მოიფიქრონ კიდევ ისეთი სადამდე უნდა ველოდოთ რომ მერი გამოვიდეს ხალხი ბოლოს და ბოლოს და თქვას თავის სათქმელი. აი ეს მაინტერესებს მე. გასაგებია. 2-409-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, შემდეგი მაყურებლის მოსაზრებად შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. გისმენთ. გესმით ჩემი ხმა, დიახ, ბრძანეთ. ალო. ბრძანეთ ეთერში ხართ. ალო. თუ გესმით ჩემი ხმა, როგორც ჩანს გააწყდა კონტაქტი, გეტყვით რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე. მანამდე პირდაპირ ეთერი ეთმობა თქვენ სატელეფონო ზარებს 2-409-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გამარჯობა. 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 საქმე იცით რაში არის? აი რო ელაპარაკობენ ეს მთავრობის ხალხი, მხედრიონიო. მხედრიონებზე უარესები არ არის ადაგვარდიელებს ერთი მითხარით. კანონიერი ქურდები რო არიან, აი მითხარით თქვენა. და მართლა სხვა იმ ადამიანმა ახლა რო დარეკა რა ამის წინ რა. რა უნდა გააკეთონ იმისთან რომ ხალხი გამოვიდეთ და გამოფხიზდეთ ქართველები, ვერ გავიგეთო. თქვენ როგორ ფიქრობთ რა უნდა გააკეთეს ამისთვის? კარგით, 2-409-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაბრუნდება პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ სახანძრო, საამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სატელეფონო მომსახურებაზე ტარიფის დადგენაზე. თქვენ როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? 2-409-460 ჩვენი სტუდიის სატელეფონო ნომერი და თქვენ შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობის დროს დააგვირეკოთ და გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ, თვის ბოლოს სერვისის 112 საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. 2-409-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, თუმცა სანამ მაყურებელი დარეკავს, მე ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ, ეს არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი, რომელსაც აბონენტს მხოლოდ ჩვენი ოპერატორების საშუალებით დაახდევინებენ, აცხადებს მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე. მისივე განმარტებით, ცალკეულ მობილურ კომპანიებს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება არ გაუფორმებია და აღნიშნული მათ უშუალოდ მთავრობის დადგენილებით დაევალათ. როგორ აფასებთ თქვენ ამ ინიციატივას? მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ალო. გისმენთ. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ძალიან ცუდია თამუნა ესა. ცოტა ხანში ესენი სოციალურ აფეთქებას მიიღებენ. როგორ შეიძლება იქნებ საერთოდ არ სარგებლოს ადამიანი იმ მომსახურეობით, რაშიდაც ეს არის ჩადებული. ეს არის ჯიბიდან ფულის ამოღება. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. 2-409-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, სახანძრო საამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მე მაგალითად დადებითად ვაფასებ.
იმიტომ რომ ვიცი გაღზიან კიდე და გახდიან 2.5 და იყვნენ გაციმებულები და გაღიმებულები. ჯერ სადახართ ხალხო? ჯერ ყვავილებია, კინო წინ არის, წინ უყურეთ სულელ სააკაშვილს. კარგით, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი ჩვენს დღევანდელ საკითხთან დაკავშირებით. გისმენთ. ბრძანეთ ეთერში ხართ. კარგით, 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ვუსმენთ შემდეგ მაყურებელს. გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. დადებითად ვაფასებ ძალიან. და რატომ? თუ შეგიძლია გითხრათ? რატომ და ანუ რა დადებითი მხარე ამის? შეღავათი არ არის. კარგით, გასაგებია, მიღებულია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ, თვის ბოლოს სერვისის 112 საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. მინაობას დაგასუროთ მრავალს. მადლობა. მოგლედ იცოდეთ ჩემო კარგებო, გადასახადებით ამოგხდიან სულ ყველას. აი ჯერ სადახარ კიდე უარეს მოგიმზადებენ. კიდე უარეს სანამ ესენი არ წავლენ, აი ამოგხდიან სულ ასეთი იყო უფლის ნება. დაბადიეს. მადლობა ზარისთვის. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ, თვის ბოლოს სერვისის 112 საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ვუსმენთ მაყურებელს. გისმენთ? საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ჩემო კარგო, ასეთი რამე რაც ჩვენთან ხდება დედამიწაზე, აი მთელ პლანეტაზე არ ხდება, სარგებლობ არ სარგებლობ ფულს გაჭრიან. ეს მთავრობა იწვევს ხალხს და ხალხი ვერ იღებს ამ გამოწვევას. ეს არის ქურდობაზე ვარ, ეს ძარცვა ხალხის. აი ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს რაიმე. შენ სარგებლობ თუ არ სარგებლობ ტელეფონით ფულს გართმევენ. დიახ. ამაზე უარესი რა უნდა იყოს, მე ვერ გავიგე, ნაგავი მიაბეს იმაზე დენსე, ეხლა არავის არ ეკითხებიან, ფული და ფული, მეტი არაფერი. მადლობა ზარისთვის 2-4-9-460 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელია ეთერში. მოგესალმებით. გისმენთ? ალო. ბრძანეთ ეთერში ხართ. ალო, ქართველებო, მეტი რა გინდოდა, აფხაზეთი ხო გაღიდეთ? 20 თეთრი გენანებათ? მიეცით. მადლობა ზარისთვის 112-ზე დარეკვა აბონენტისთვის უფასოა, მაგრამ ყველა აბონენტი, რომელსაც სატელეფონო ანგარიშზე თვის განმავლობაში 5 ლარს და მეტი აქვს ჩარიცხული ამ სამსახურის მომსახურებისთვის თანხა სიხდის. განურჩევლად იმისა, ისარგებლა თუ არა მან 112-ის გამოძახებით. ახალი სამსახური 112 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? მაყურებელი ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. ვაფასებ როგორ იცი? ჩიბიდან ფულის მოპარვად. ეხლა დაიწყება 20 თეთრით, მე 40 თეთრზე ცოტა ხნის მერე. ხალხი ნელ-ნელა შეაგუეს ასეთ მდგომარეობასთან. ამისათვის უნდა ყველა გამოვიდეს ქუჩაში. იყვირონ, დაწერონ, უჩივლონ, კანონმდებლო ეს კანონი ვინც მიიღო. ღმერთმა დაგვიფაროს, ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, რაც ამათმა დღეს გაუკეთეს ცოტა ხალხს. 9-ჯერ გამოგვადენენ ცხვირიდან. კარგით. ეს უნამუსოები, კარგად იყავენ. კარგით. მადლობა ზარისთვის, იმისათვის რომ ჩაერთოთ ჩვენს გადაცემაში, უნდა დაარეკოთ ტელეფონის ნომერზე 2-4-9-460. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ, თვის ბოლოს სერვისის 112 საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. გისმენთ? გამარჯობა ხალბატონო თამარა. აი როგორ უნდა შეაფასო? დიახ. უბრალოდ თავხედურად გათმევენ, ეს პირველი. საქმე რაშია იცით? აი თუ ორი მობილური გაქვთ და მეორეთი არ ხმარობთ, მაგრამ დეპოზიტი კიდევ.
იქიდანაც გახდებინებენ 4 თეთრს. დიახ. ხო და საერთოდ ნათქვამია რომ უფასო ყველი სასაგურჩიაო. აბა რა ეგონათ ამათ რაღაცები პატარა რომ გაუკეთეს, იმას უკან არ წაიღებდნენ? ჯერ სადახართ. კარგად გზარდებოდათ. მადლობა ზარისთვის. სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. როგორ აფასებთ ამ ინიციატივას? გისმენთ. მოგესალმებით ფამუნაში მოგესალმებით. გამარჯობა. აი 20 თეთრი შევიდა მაგათ ოჯახებში, მაგ ღორებისა მე კარგით, შეურაცხყოფას ნურავის ნუ მიაყენებს და ნუც დაწყევლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად გაგიყვანთ პირდაპირ ეთერიდან. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, ვისმენთ შემდეგი მაყურებლის აზრს. ალო? გისმენთ, ბრძანეთ. კაბოტონო, ვეთანხმები ამის წინა გამომსვლელ მამაკაც. რაზეა ლაპარაკი ხალხს როგორ ზინავს? რას უცნია, რატომ არ გამოდიან? მე წლოვანი ქალბატონი არ გამოვალ პირველი ჩავდგები. სისხლია. ეს თამას თავრობარხია. ჯერ ისედაც ყველაზე მეც ვიხდით ჩვენ მობილურში. ამ ხელა გადასახადები წუთობრივად არც ერთ ქვეყანაში არ არის. კარგით, გასაგებია. ივანიშვილის ბრძანება. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი. ეთერში ხართ, ბრძანეთ. ალო? გისმენთ. ჩემო კარგო, ერთ-ერთმა გამომსვლელმაც განაცხადა, რომ სულელია სააკაშვილიო. სააკაშვილი კი არ არის სულელი, სულელები ჩვენ გამოვდივართ. კარგით. მადლობა ზარისთვის. 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ თვის განმავლობაში ბალანს მინიმუმ 5 ლარით შეავსებთ თვის ბოლო სერვისის 112 საფასური 20 თეთრი ჩამოგეჭრებათ. გისმენთ. გალიო, გამარჯობათ. გამარჯობა, ბრძანეთ. ახლავე შევაფასებ. მივიღეთ რა, ერთი სიტყვით მივიღეთ რა და თქვენ წარმოიდგინეთ არჩევნების მერე რა გველოდება. რა გველის არჩევნების მერე თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში, რა გველის არჩევნების მერე. და ერთი თქვენი ხმა არ მესმის, მე საზღვარგარეთიდან ვრეკავ და ერთი რაღაც ხმა მინდა, ლეიბორისტები ძალიან შეხმატკილებულები არიან რაცა ხელისუფლებასთან. ხო და საინტერესოა რომ თავიდანვე გააშხირეს მაგათმა, ამათმაც აუციეს, ეხლა ესენი გამოვარდებიან. არ ვიცი, შეიძლება ხალხის გამოყვანა უნდა. ყოველ შემთხვევაში იმას მაინც მივხვდებით, რაც წავიდა 25 დღით ადრე მიშა აბომასთან. აი ეგეც საკითხავია. გასაგებია. ოქროს ყველაფერი მადლობთ. მადლობა ზარისთვის თქვენ 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? ბრძანეთ. უნდა უარყოფითად ვაფასებთ, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რა ხალხო, აფხაზეთი დაგვაკარგ 20 წელია. ხო ჩვენზე ეს იძივაიუცა რა 20 წელია და აფხაზეთზე სამაჩაბლოზე 2008 წელზე არაფერზე არასოდეს არც ედუარდს არაფერი და ეხა 20 თეთრისთვის უკმაყოფილება ცოტა უხერხული ამისთვის ქუჩაში გამოსვლა რა მე მგონი ხო ცოტა სხვა რაღაცა უნდა ხო არ შეიძლება ყოველთვის ფულზე გამოვიდეთ კაცო რა კარგი, გასაგებია. მადლობა ზარისთვის. თუ გაქვთ სურვილი რომ ჩაერთოთ ჩვენს გადაცემაში და გამოხატოთ თქვენი აზრი, უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 249-460. მაყურებელს უსმენთ, გისმენთ. ალო. ბრძანეთ. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. დიახ, დადებითად ვაფასებ. დიახ. ანუ რა დადებითი მხარე აქვს რომ დაგვიკონკრეტოთ? ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. არა, გავიგე რომ დადებითად აფასებთ, მაგრამ რა დადებითი მხარე აქვს თუ შეგიძლიათ დახმარება უფასო არის. მსახურები ყველა რომ უფასოა და 20 თეთრი რო გადავეხადოთ თვეში ეს რა პრობლემა ვერ გავიგე. კარგით. მიღებულია თქვენი არგუმენტი. მადლობა ზარისთვის 249-460 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? გისმენთ. ალო.
გისმენთ, ბრძანეთ. აი, წინა გამოსრულის მაინტერესებს როგორ ფიქრობს ერთი რა. რაზე უნდა გადავიხადოთ? იქნება არ მჭირდება არც სასწრაფო, არც სახანძრო. ან პოლიციას რა ფული უნდა გადავიხადოთ, რომ მოვიდეს? კარგით, მე როგორც მივხვდი, თქვენ უარყოფით დაფასებთ ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ზარისთვის 24990 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ვისმენთ შემდეგ იმ მაყურებლის შეფასებას. ბრძანეთ. ალო. გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. დიახ. რა თქმა უნდა უარყოფით დაფასებთ. პირველი და მეორე ის რომ ვინც აი ამ თავრობას კიდე დღეს არჩევნებში გვერდში დაუდგებოდა მიეხმარება ჩემს დიახ ის უნდა გამოაცხადოს კაცმა მოღალატეს იმიტომ რომ ეს არის უკვე ბოლო წვეთი რა ისინი რომ დარჩნენ რაც უკვე ძალიან სულ სიტუაციაში ჩააგდებენ ქართულ ხალხს გასაგებია მადლობა ზარისთვის, ახანდრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაერთიანებული სამსახურის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებს სატელეფონო ანგარიშიდან 20 თეთრი, იურიდიულ პირებს კი 50 თეთრი ჩამოიჭრებათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას, უსმენთ მაყურებელს. ბრძანეთ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ. კარგით 24990 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი გადაცემა რამდენიმე წუთში დაბრუნდება ჩვენ სტუმართან ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან პაატა ჯიბლაძესთან ერთად დაგველოდეთ. გამოკითხვა ბრუნდება პირდაპირ ეთერში როგორც უკვე გითხარით ჩვენი სტუმარი არის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე. მოგესალმებით ბატონო პაატა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მე მინდა უპირველეს ყოვლისა ყველა ნინოს რა თქმა უნდა და შემდეგ ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს დღევანდელი დღე მიულოცოთ წმინდა ნინოს მადლინო მოკლებოდეს ჩვენ ქვეყანას და მისი ძალით შევძლებთ ალბათ მართლა ტაძართან მისვლას და ამ მაღჩობელა ხელისუფლების მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით მოცილებას სააკაშვილის მეთაურობით. ბატონო პაატა, მოკლედ დღეს ვსაუბრობთ 112 ესეთი სამსახური გაჩნდა. რატომ გახდა საჭირო 112-ის როგორც სამსახურის შემოღება და როგორ ფიქრობთ მისი გამოძახების ფასიანად ქცევა? სატელეფონო მომსახურების უპირისპირდად. ჩვენ ძალიან კარგად ვადევნებთ თვალყურს იმას თუ დღიდან მოსვლისა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდგომ სააკაშვილი როგორც ცდილობს რომ მაქსიმალურად გადმოიღოს ყველაფერი ამერიკული ჩვენ ქვეყანაში. ეს გააკეთეს ანალოგი 911-ისა ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც არის და იქაც შედის ამ 911-ში მოგეხსენებათ როგორც სასწრაფო, საგანგებო, სახანძრო შემთხვევაში გამოძახებები მაგრამ განსხვავებით ამერიკის შეერთებულ შტატებისა, რომ სადაც ეს უფასოა ჩვენთან სამწუხაროდ ეს ფასიანი გახადეს და მოგეხსენებათ თითოეული სატელეფონო ნომერი დაიბეგრა ფიზიკური პირის სატელეფონო ნომრები დაიბეგრა 20 თეთრით, ხოლო იურიდიული პირებისა 50 თეთრით. და კიდევ აქ ერთი ნიუანსია ის რომ არა მარტო მობილური სატელეფონო ტელეფონების ნომრები დაიბეგრება ამით, არამედ სტაციონარული ტელეფონებიც. თითოეულ ჩვენთანაც ოჯახში აქვს თქვათ ან სილკნეტის ტელეფონი, ან ახალი ქსელების, ან მალტიფიქსი აქვს და აქედან გამომდინარე ერთი ოჯახი მაგალითად თუ მას იგი სარგებლობს თქვათ 6 სატელეფონო ნომრით მობილური ტელეფონები, იგივე სტაციონარული ტელეფონები, ხომ? საშუალოდ გამოუვა რომ ლარიდან ლარი 20-მდე გადაიხეს თითოეული ქალაქის ტელეფონები. ქალაქის ტელეფონებიც დაიბეგრება, რა თქმა უნდა, 20-დან 50 ჩამოიჭრებათ პირდაპირ ჩამოიჭრებათ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაში დადგენილებაში 2011 წლის 27 დეკემბრის 499 დადგენილებაში პირდაპირ არის ეს ჩაწერილი და აქედან გამომდინარე მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება ჩვენ ასე დავარქვით პირდაპირ მერაბიშვილის ხარკი, ანუ მერაბიშვილის ხარკი. თითოეული ნომრის მფლობელი გადაიხდის, ანუ მერაბიშვილის ხარკს. ბატონო პაატა, მაყურებელი დაგვიკავშირდა, შეგვიძლია მოუსმინოთ მის აზრსაც, გისმენთ. ბრძანეთ ეთერში ხართ. კარგით 24990 ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ და თავად დაუსვათ კითხვა ჩვენ სტუმარს. მაყურებელია ეთერში.
გისმენთ. ალო. ბრძანეთ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობა. გილოცავთ ნინოობას გილოცავთ. მადლობა ასევე გილოცავთ. ისა რა არის იცით ერთი ესეთ ცოტა იუმორული ისმინდა შემოვიტანო. გახსოვთ იყო ესეთი ისა კარმანშიკები ჯიბგირები. ხო და ისინი ხომ მოსპეს. და ახლა თვითონ გახდნენ უფრო პროფესიონალური თანამედროვე არავითარი სხვის ჯიბეში, ტროლეიბუსში, მეტროში, ბაზარში არ ჭირდებათ სიარული, ოფისებში ზიან და ისე გვპარავენ კარმანიდან ფულს. ეს არის მეტი არაფერი გენაცვალი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ზარისთვის თქვენ. სამწუხაროდ ბატონი აბსოლუტურად მართალია, ამათ თითქოს მოსპეს ქურდები, ამ დროს ყველაზე დიდ ქურდება თვითონ იქცენ პრეზიდენტის მეთაურობით და ეს უზარმაზარი თანხები შეწერილი თანხები თუ შეიძლება თითოეული ჩვენთაგანის ჯიბეებიდან პირდაპირ მიედინება მათი კეთილდღეობისათვის. გაიხსენეთ თქვენ ლეიბორისტული პარტია და მათ შორის თქვენი მონამორჩილი რამდენჯერ ატარებდა სხვადასხვა სახის აქციებს და ეუბნებოდა თბილისელებსა და საქართველოს მოსახლეობას, რომ იყო მოსალოდნელი სამარშრუტო ტაქსების გაძვირება, რომელზეც მოსახლეობა რატომღაც რომელიც შესახებაც მოსახლეობა იძახდა, რომ ეს არ იქნებოდა მართალი, ისევე როგორც ჩვენ ვიძახდით, რომ გაძვირდებოდა მეტროზე და ავტობუსებზე გადასახადი და სამწუხაროდ ესეც ახდა. ისევე როგორც თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ და რამდენი ბრძოლა დაჭირდა ლეიბორისტული პარტიისა იმისათვის, რომ თუნდაც 99 წელს არ გაყიდულიყო ბაგაბაღები და უფასო ყოფილიყო ბაგაბაღები და სამწუხაროდ ხელისუფლებამ შარშან ფასიანი გახადა ხო ბაგაბაღებში სწავლა განათლება და 40-დან 80 ლარამდე იხდიან დღეს თბილისელები ამ გადასახადს და სხვა უამრავი საკითხები რომლის შესახებაც ჩვენ ვიბრძოდით ისევე როგორც თქვენ გახსოვთ სამწუხაროდ ეს მე უნდა ვთქვა რომ გაზარდეს ამათმა წყალზე გადასახადი და აგერ დღეს თბილისელებს 4 დღის წინ მე ჩავატარე პრესკონფერენცია სადაც პირდაპირ თქვი რომ თბილისელებს მოუვიდათ ქვითრები სამწუხაროდ სადაც უკვე მკვდარისულებია ეგრეთ წოდებული მკვდარისულები მიმატებული და თუ თქვათ ნოემბრის თვეში ჩვენ თანამოქალაქეებს უწევდა თქვათ 1 სულზე გადახდა წყლისა ამ თვეში მოუვიდათ უკვე 6 სულზე გადასახადი და ასე შემდეგ კარგი 112-ს რო დავუბრუნდეთ ბატონო პატარა როდესაც ეს გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული და ჯერ საუბრები იყო ამაზე თქვენ და კიდევ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეთ ის რომ გახდებოდა 112-ის სატელეფონო მომსახურება ფასიანი მაშინ განაცხადეთ რომ აპირებდით სასამართლოში სარჩელის შეტანას შეიტანეთ თუ არა და რა ეტაპზე აგერ მაქვს ხელთ საჩივარი საქართველოს მთავრობის 27 დეკემბრის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ რომელიც გუშინ შევიტანეთ და თქვენმა საინფორმაციო გადაცემაც გააშუქა და სიუჟეტი გქონდათ თქვენ და დიდი მადლობა ამისათვის რა თქმა უნდა და ჩვენ აქ გვაქვს мотиваცია თუ რატომ უნდა იქნეს ეს ძალადაკარგულად გამოცხადებული ერთ-ერთი მთავარი ის არის რომ ეს არის პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის 94 მუხლის დარღვევა, სადაც პრეროგატივა შემოღებისა, სხვადასხვა გადასახადებისა უშუალოდ უნდა განსაზღვრებდეს კანონი. ანუ დარღვეულია კანონის ერთ-ერთი მოთხოვნა. ამავე დროს მე მინდა ძალიან საინტერესო საკითხს გავუსვა ხაზი, ძალიან საინტერესოა თუ რატომ დათანხმდნენ დამოუკიდებელი კომპანიები, როგორიც არის ბილაინი მაგთი, ჯეოსელი, სილკნეტი, ახალი ქსელები, ეს კომერციული ორგანიზაციებია და რატომ აიღეს ვალდებულება, რომ თითოეულ ჩვენთანაც ჩამოაჭრიან მთავრობის დადგენილებით. მაგას არ აქვს მნიშვნელობა უპირველეს ყოვლისა ეს კომპანიები ჩვენ ხარჯზე ღებულობენ მოგებას, ჩვენ ხარჯზე უზარმაზარ ხელფასებს იღებენ, ჩვენ ხარჯზე ძალიან კარგი დივიდენდები აქვთ თითოეულ მათგანს და ისინი უნდა ემსახურებოდნენ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ინტერესებს და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს, ვანო მერაბიშვილის ინტერესებს, რომელსაც პირდაპირ ჩამოაჭრიან ჩვენი ანგარიშებიდან და ჩაურიცხავენ ვანო მერაბიშვილის ხარკის სახით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშს. კარგით, ანუ როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ეს სამსახური დაექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს. პირდაპირ არის, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112 შინაგან საქმეთა სამინისტროს. კარგით, და რას მოხმარდება ის, თქვათ, მილიონობით თანხა, რომელიც ამ სამსახურიდან შევა? იმას, რასაც ხმარდება ბიუჯეტში არ შევა, ანუ ამის. ეხლა ესენი თქვენ გჯერათ, რომ ბიუჯეტი გამჭირვალეა? იმ დროს, როდესაც თითქოს 8 მილიარდამდე დაამტკიცეს ბიუჯეტი ამ
ღრმად პატივცემულმა ბრჭყალებშა პარლამენტარებმა იქ უამრავი გამჭვირვალე მუხლებია, რომელიც პირდაპირ მოხმარდება ამ მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას, მოსყიდვას ხმების, დატერორებას და პირდაპირ იქ უზარმაზარი თანხები, ისევე როგორც აქ ამ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული აკუმულირებული თანხები პირდაპირ მოხმარდება საარჩევნო კამპანიას, პირდაპირ მოხმარდება ვანო მერაბიშვილის თუ სააკაშვილის გამდიდრებას და ეს არ არის პატარა თანხა, ეს არის 10 მილიონზე მეტი. თუ ვიანგარიშებთ, რომ მარტო მობილურ ტელეფონის კავშირგამმავლობის აბონენტთა რაოდენობა 3 მილიონია, ამას თუ დავამატებთ ჩვენ ახალ ქსელებში, ძველ ქსელებში სითხეში ჩართულ მოსახლეობას, თუ გავითვალისწინებთ უზარმაზარ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, სადაც არა 1 და 2, არამედ ასეულობით ტელეფონია, თქვენ წარმოიდგინეთ საბოლოო ჯამში რამდენს დაარტყავს ეს 1 წლის განმავლობაში და მე ერთი ექსკლუზივათაც მინდა გითხრათ და თქვენ მსმენელს უთხრა, რომ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ 20 თეთრიანი ტარიფის გაზრდას თუ ამათ დაცალდათ ხელისუფლებაში დარჩენა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უპირებენ გაძვირებას და ეს დაარტყავს 1 ლარს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ანუ ჩვენ მიაჩვიეს ამ მანქურთებმა თუ მამაძაღლებმა მაპატიეთ ამ გამოთქვისთვის საქართველოს მოსახლეობა, რომ ყველაფერი საზიზღრობა ახალი წლის წინა დღეებში უნდა გამოუცხადონ მოსახლეობას საახალწლოთ, რომ ყველა დაკავებულია ეგ საახალწლო მზადებით თუ შემდეგ საახალწლო ახალი წლის აღნიშვნას, რომ ამას არ მოხდეს შესაბამისი პროცესი. თუმცა ბატონო პატა, ეს არ გააპროტესტა ჩვენი მაყურებლის რაღაც ნაწილმა, მათ განაცხადეს, რომ 20 თეთრი არ არის ის თანხა, რომელსაც შეიძლება ამხელა გამოხმაურება მოხდეს. თავიდან, როდესაც ჩვენ თითოეულ მობილურ ტელეფონზე გადავიანგარიშებთ, საერთო ჯამში ავიღებთ, ხო? თქვათ ოჯახში მამას, მეუღლეს, შვილებს, ასევე ტელეფონებია, სტაციონარული ტელეფონები, ხო? უდგიათ და თუ გადავიანგარიშებთ ამათ საერთო რაოდენობაზე, თითქოს პატარაა ეს 20 თეთრი, მაგრამ საბოლოო ჯამში ლარი და 20, ლარი და 40 გამოვა და ქვეყნის მასშტაბით რო ავიღოთ, უკვე 10-დან 20 მილიონამდე დაარტყამს წმინდა მოგება არაფრისგან ფაქტიურად და ამას აკეთებენ იმიტომ, ჩემო ძვირფასებო, რომ ეკონომიკა ქვეყანაში არ მუშაობს, ფაქტიურად შემოსავლები უკვე აღარ არის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს ამათ გადასალახი და უნდათ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ ხელისუფლებაში დარჩენა და რჩება ერთადერთი გზა ჩვენი ჯიბეებიდან მაქსიმალურად ამოიღონ თანხები, რომ გააგრძელონ ქვეყნის ნგრევა პარპაში და ასე შემდეგ. და არის თუ არა მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, ესეც დავინტერესდით ჩვენი მეგობრებთან ერთად პარტიაში და სამწუხაროდ სხვა ანალოგი ვერცერთ ქვეყანაში ვერ მოვნახეთ და თქვენ თუ გახსოვთ, მაშინ ჩვენ ამ პრესკონფერენციას 3 იანვარს, როდესაც ეს სამწუხარო ასე რომ ვთქვათ ამბავი უთხარით საქართველოს მოსახლეობას, როგორ გამოგზავნა ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაშინ და როგორ განაცხადა, რომ ეს იყო აბსოლუტური ბრეგაძე და როგორ განაცხადა, რომ ეს იყო აბსოლუტური სიცრუე და არავითარ ფაქტებს ეს არ ეყრდნობოდა და ამ დროს ამ თაღლითებს მართლა უკვე მიღებული ჰქონდათ 27 დეკემბერს ვანო მერაბიშვილის ხარკი და ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. თქვენ კი შეიტანეთ სარჩელი სასამართლოში, მაგრამ მექნება თუ არა ამას საბოლოო ჯამში შედეგი? ჩვენ ჯერ შევიტანეთ ეს საქართველოს მთავრობის სახელზე პროცესუალურად, ესე უნდა მოუხდარიყო, ვინც მიიღო ეს დადგენილება მის სახელზე შედის. თუ ამას შესახებ მთავრობა უარს იტყვის ჩვენს სამართლიან არგუმენტებზე, ამ შემთხვევაში უკვე პირველ ინსტანციაში წავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ისევე როგორც ვიბრძოდით, თქვენ გაიხსენეთ და როგორ მივაღწია მაშინ ლეიბორისტულმა პარტიამ იმ გამარჯვებას, როდესაც 11 თეთრამდე დავწიეთ ჩვენ ელექტროენერგიაზე გადასახადი, ჩამოვაწერეთ საქართველოს მოსახლეობას ვალები და დაახლოებით მილიარდამდე ლარი დაეზოგა მაშინ და როგორ მოხდა აი ამ გამარჯვების მიღწევა და ეს შევარდნაძის სასამართლოში მოხდა და მაშინ გაცილებით მაღალი იყო, გახსოვთ თქვენ, დემოკრატიის ხარისხი და დღეს სასამართლო რას დაემსგავსა და როგორ არის, როგორ აქცია სააკაშვილო პროკურატურის დანამატად ეს თემა საზოგადოებამ ძალიან კარგი. ბატონო პატა, ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ ამოიწურა. ძალიან ცოტა დრო გქონდა, რომ კიდე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა ერთს დავამატებ, ძალიან გთხოვთ, რა არის, იცით, სანამ ესე ვიждდებით, ჩემო თბილისელებო, ჩემო საქართველოს მოსახლეობა და სანამ ჩვენი სახლებიდან სეირს დავაკვირდებით, არაფერი არ გვეშველება. ამ ხელისუფლებას ჭირდება ერთადერთი რამ ესენი არ ჩაატარებენ სამართლიან არჩევნებს, ამიტომ საჭიროა დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი გარეთ აქციების სახით და სწორედ ამას ემსახურებოდა ლეიბორისტული პარტიის მიერ ჩატარებული აქციები, რომელიც წინა თვეში ჩატარდა, იმის წინა თვეში ჩატარდა და 17 თებერვალს, ვისაც აღარ უნდა აი ესე ცხოვრება გთხოვთ 17 თებერვალს 3 საათზე მობრძანდეთ პარლამენტის შენობის წინ და ერთად
დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი არჩევნების გამყალბებელი ხელისუფლების წინააღმდეგ და სხვა იმ სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, თუნდაც რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აი ესე აჭუხებს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ლეიბორისტული პარტიის აქცია, აქ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეპატიჟებით, ყველა თბილისელს ვეპატიჟებით, ვისაც უნდა რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლება წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე. ეს იყო გადაცემა გამოკითხვა მე თამუნა კვარაცხელიევარ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.